მოგესალმებით. დღევანდელი გადაცემის გმირი პროფესიით ექიმია და ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში თერაპევტად მუშაობს. ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში მან ქველმოქმედება ცხოვრების წესად აქცია და 17 რაიონში 15500-ზე მეტ პაციენტს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. ეს არის უფასო კონსულტაციები და საჭიროების შემთხვევაში მარტივი ქირურგიული ოპერაციები. მას ამაში, რა თქმა უნდა, მეგობრები ეხმარებიან ყოველგვარი ანაზღაურების და დაფინანსების გარეშე. ასე რომ მოდით ერთად ნახოთ მაკა ბულეიშვილის ისტორია იმედის გმირებში. Rakhviachi. Გაიხარეთ შეფილოსად. როგორ გზადები, აბა მიხარით. მოხოდი ჩვენთან, თუნდაც. რატო ხარ ეს თქვაცეთი? გაქციო შენ? წამოდი. წამოდი ჩვენთან. აქ უნდა შევიდე, ხო? წამო ლევან. რა ხდება აბა სოფლში? დიდი ხანია თოვლი. არა? მოკინული Boni şuki ararım. Ara uçasın, ara uçasın. İdil kardiyoya sakumulatori dalpenit. Aha. Şuki. Otoskopia şöyle gavakitib. Ara უშავს იქნებ ყველაფერი იცი ასე შუქთან დაკავშირებით რამე პერსპექტივაში გვაქვს რომ მოვიდეს სინათლე დღეს. ტაქცეულია. არა უშავს თუ არა და ხვალაც ყوارხავარ. მაინც იმიტომ ეკოსკოპიის შესრულება. იმიტომ გარეთ ეს გაბჭირდება და შესაძლოა მასალა ყველაფერია. აი ესენიც აქვს და Ungoni ქალისეთ ქალბატონ რომელსაც ჭირდება რაღაც გადახვევა. ეს სადემა დაგჭირდება სამწახო. მე სამმაო გადაჭირდება თუნდაც. ფეხი მტივაი ორი კვირა გამომვარდა ფეხი და აი ნენეტე ესე ხალი მალე მოსულიყო ეს გოგორა კაი გოგოა. მუდრო ყველას კაი გოგო ამ უბანში რო ექიმი არის. დაგვეხმარებამდე. ნაბარახმა მეყვები. რა გკივა შენ რა გაწუხებ? მე თავინდია გონიხდება რა ვიცი გადაღლილობის დრაგია. მოდი ეს ავიწიოთ, ეს გავიხადოთ. ცოტა სველი გაქვს, იცი ეს? რატო გაქვს სველი? ასე მოხვედ, თოხში მოხვედი ახლა ვიცი, მაგრამ სისველი იყო გარეთ და გაგისველდა ეს თლიანად და შენ არ გამოიცვალე. არ შეიძლება რა ეს უნდა გამოუცვალოს, თორე ისედაც პოლიციაში კარგია და ხო, მესმის, მაგრამ თუ ახველებს, აბა ისუნთქე, აბა. ისუნთქე, ღმად ისუნთქე, გასწორდი და ღმად ისუნთქე. კიდევ ისუნთქე. კარგი ბიჭი ხარ, კიდევ. კარგი, კიდევ ისუნთქე. ყოჩახ, კიდევ. კიდევ ღრმად. კარგი ბიჭი ხარ. თხოვნა მექნება თქვენთან. თუ შესაძლებელია. რა თქმა უნდა, თუ შეგვიძლია რაზეა საუბარი. ბებია, მყავ ცოტა ვერ არის რა, კარგა ვერ აქვს. თუ იქნება შესაძლებელი რომ ადგილზე რომ გავიდეთ და ვნახოთ რა. ანუ ბინაზეა ბებია და ავად არის? კი, არანაირი პრობლემა არ არის, ჩვენ ბინაზე ხომ დავდივართ და ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის. ახლოს არის გინდა ჩორს იყოს, არანაირი პრობლემა არ არის, თავარია რომ გზა იყოს და მივიდეთ იქან. თუ არ და ფეხით წამოვალთ, არ არის. არა, გზა არის, მაგრამ თოვლი რო არ მაქვს. მე რა მოხდა, ფეხით ხო არ არის ძალიან შორს. არა, 1 კილომეტრი ნახევარია. მე მგონი მოვახერხებთ და ეს გოგო დადის გვაქცევს ყურადღებას მადლობები ვართ და გვაქვს ამისი იმედი რომ ყოველთვის მოვიდეს და მოგვაქციოს ყურადღება. გვაქვს გული მაწუხებს, იგე ფეხები ვენები მაწუხებს. და რა ვიცი ახლა მაკა ექიმია ამოვა რაღაცა რაც ჭირდება სოფელში გლეხს ის ჭირდება აი ეს ჭირდება ყველა თავისი ჩვენ ტკივილი გულთან მიაქვს და
ნუ რა ვიცი, ჩვენ ყველანაირად კმაყოფილი ვართ მისი და რა ვიცი, მეთმა მაგათი ოჯახი გაახაროს და გაამრავლოს. და ვერა, მადლობის მეტი ჩვენ რა გვეთქმის. აბაბებო არ იმოძრაოთ. კარგია. ბებო არ გამოძრავდეთ. არ გაინდრეთ, ქალბატონო. რამე მედიკამენტებს ღებულობთ საერთოდ? არაფერს არ ღებულობთ ხოლმე, ხო? წნევა გქონიათ ხოლმე მაღალი, გაგიზომიათ ხშირად? არა, დაბალი. ეხლა ამ ეტაპზე უმნიშვნელოდ მომატებული გაქვთ, ისეთი სერიოზული არაფერია, მაგრამ ეთყობა რომ თქვენთვის მაინც ეს რაც ნევაც ეხლა დაფიქსირდა კარდიოგრამაზე, ეთყობა მაინც პატარა პრობლემას ქმნის. ფეხები მიბუჯდება, ხელები მიბუჯდება. ხელები გიბუჯდებათ. თავბრუსხვევა ხომ არ გაქვთ ხოლმე პერიოდულად? თავბრუ გეხურათ ხოლმე და არაფერს ამაზე მედიკამენტებს არ ღებულობთ ხოლმე? კარგით. ჩვენ ეხლა აქ შევხედეთ რაც ხდება. დაგიწევთ ეხლა რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა გავაკეთოთ და რაღაც შევჯერდებით რა მედიკამენტებთან დაკავშირებით, რომ ხოლმე მიიღოთ და თქვენ ალბათ იმის საშუალებაც არ გიქნებათ, რომ მედიკამენტები იყიდოთ. არ არის პრობლემა, ამასაც რაღაცნაირად მოვახერხებთ ჩვენ. მე მგონი რაღაცას მოვახერხებთ. მოვახერხებთ და რაღაცას მოგაწოდით. რასაც დამნიშნავთ, ახლა გამოგიწევთ რეცეპტებს, წავიღეთ და მოგაწოდით ამ რამოდენიმე დღეში გამოგიგზავნით. რამდენი ხანია რაც ვერ ხართ კარგად, ქალბატონო ნინო? დიდხანია რა ვიცი, არა მახსოვს არ ვიცი. ასე წევხართ ხოლმე, სულ ფეხზე არ დგებით? ფეხზე არ წამოდგები ხოლმე? წამოდგები გარეთ გასასვლელად და ხან ვერს გავდივარ. და გაგიზომიათ ეს დღეები წნევები? არა. კარგით, მაშინ ეხლა ჩვენ წნევაც გავზომოთ, კარდიოგრამაც გადავიღოთ და რაღაცა შევხედოთ აბა როგორ გაქვთ თქვენი მდგომარეობა, შევაფასოთ დღეს, ხო? ბებო, რამდენი წლის ხართ? თქვენიც. რამდენი წლის ძანდებით? 88 წელი მიხდება მარტში. მოდი შარდენის დავუმატოთ და კარგი, მოდით ახლა ჩვენ ესე გავაკეთოთ, იქ წერვა მინდა რომ გაგიზომოთ, ამას ვერ გაიხდი რომ მოგეხმაროთ, მოდით მე მოგეხმარებით და ხელი გამომიბავით და არ ჩქაროთ თქვენ, მე მოგეხმარებით, მომიცი? აი ეს, ვერც მოგახაროს შვილო. აი ხა, თქვენი კარგი მოგეშინიათ. ამ წამოწეთ რამეს მოვიფიქრეთ, რომ გაგეხმაროთ, რომ რა დამახმარება მინდა ჩემო შვილო, ამდენად უბედურობის გადამყრელსა მინდა რომ მოვკვდე და არა. მე რას ლაპარაკობთ, არა ვკვდები აბა. არავითარ შემთხვევაში თქვენ ძალიან დიდხანს და ძალიან კარგად უნდა იყოს. მაისში შვილ დავმარხე და ახლა აქ მარ დავმარხე კიდევა. ძალიან სამწუხაროა. ემის წინ სხვა შვილები ორ შვილი. მესმის თქვენი მდგომარეობა ძალიან კარგად მესმის, ძალიან მითხრა თქვენმა შვილიშვილმა. ერთი წუთით აბა, ერთი წუთით ნახოთ ჩემო კარგო გაჩერდა. კარგი, ეხლა თქვენ დაგაწვენთ და კარდიოგრამას გადავიღებთ ჩვენ. მოითქვინეთ, მოგეხმარებით ერთი წუთი. რა გამოწერე შენ მედიკამენტები? ხო, მაგრამ კარდიოგრამას დავყიდეთ.
გამარჯობა. როგორ ჯანდებით, მადლობა მაჟა. მადლობა, ქალბატონო, მაგ აისა მოგდანდი. როგორ ჯანდებით, გამარჯობა. უძილაურები, საერთოდ. უძილაურები აგერ ცხოვრობენ. ისე მოგდანდი, ხო? კი, გაგნახავთ შემოგივლის მოგვიანებით. ესეც ამინცი მაკა ექიმი თქვა გვეწეოდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ჩვენ კი გაგვიგონია და გვსმენია რომ დუშეთის მრავალ სოფელში იყო და გასინ ჯავანტყოფები, ახლა ამჟამად გვეწვია აქვს და ჩვენ ნამდვილად ამის წარმოდგენა არ შეგვეძლო. ეხლა რა თქმა უნდა, როგორც გადმოცემით გაგვიგია, უანგაროდ, უფასოდ ემსახურება ავადმყოფებს, დღეს ჩვენაც ალბათ ასე გასინჯავს ყველა ავადმყოფს, ასე მოემსახურება და თუ საჭირო იქნა, ჩაატარებს კონსულტაციებს, წაიყვანს იქ და იქ მოემსახურება, კიდე თუ აქ ადგილობრივი დახმარება ვერ აღმოაჩინა. ამისათვის მოსახლეობას და ხალხით დიდი მადლობელია მისი და ღმერთმა გაახაროს. როგორ ხართ მითხარით ახლა მომიყევით, აბა როგორ ხართ? აბა როგორ, ტანჯურა, ძალიან ტანჯურა. ხალა ავადავარ ხან ვერ ვიტან რომ ცოტა გონს რომ მოვედი უკვე ვეღარავ ძლენ. იმდენია კაცია რომ მიჭირს რომ შემოგვაჭირო. სივა, ო, სივა, დაგაკეთე. ებო, რაიმე წამალს ვაავთ? წამალს. წამალს არავსო, არაფერზე. უშინ რა მამიდან აკაცო, გულის წამალიაო და წნევილსაო. გულის ტკივილი ხომ არ გაქვთ ხოლმე, გულის მიდამოში. აბა როგორ მომიყევი, აბა მომიყევი. აი, რო ვინერვიულებ, ალბათ წნევის ბრალია. რო ვინერვიულებ, თან ეს ბრელი ოთახი. თან ესე დაგდებული, ვერაფერს ვერ ვაკეთებ. ამ ფეხის გამო, ხო, ფეხის გამო გაქვთ. აბა ხა მოდი გავაკეთოთ ბოლო ჯამი დღეს ამდენი იყო სავარაუდოდ მე მაქვს 57 ხო, ჩემთანაც არის 57 პაციენტი. აქედან ორი ვნახე, მე რაც მიწერია ჩემთან საოპერაციო პაციენტია, ქოლეცისტიტია. კი ბატონო, აქედან ახლა ყველა კარდიოლოგის კონსულტაცია გაიარა აბსოლუტურად ყველა. კი, რა თქმა უნდა. კი. უმეტესობას აწუხებს 38 პაციენტს არტერიული ჰიპერტენზია. აქედან ერთ-ერთს ჰქონდა მოციმცემი არითმია, რომელსაც კი, მაგრამ ერთი ცუდი ის არის, რომ აქ ANR-ის კონტროლი და ეს ვერ მოხერხდება, ამიტომ გაიძულებული ვიყავით კარდიომაგნიტი გამოვიშვა. კარგი, ესე იგი დღეს იყო ორი სოფელი, პრინციპში. ხო, ეს იყო მაღაროსკარი. არა, ორი იყო მაღაროსკარი. თქვენთან ყველაფერი გარკვეულია, გამოკვლევები დავამთავრეთ. აგერ ეს თქვენი მონაცემები რაც გვაქვს, აგერა გაქვთ რეცეპტები, ერთ კვირაში ველოდებით ვისურვებთ. გამარჯობა, გეცანდებით. კიდევ ველოდებით მაგამ ფაქტურად იცის ყველა პაციენტის პრობლემები, ვის რა აწუხებს. ძალიან იშვიათია, როცა ექიმი ამას თავისინებით და აბსოლუტურად ყოველგვარი ანაზღაურების და ანგარების გარეშე აკეთებს. თან კარგი ის არის, რომ აიყოლია საკმაოდ დიდი ჯგუფი ჩვენი ექიმების, რომლებიც დადის მაგასთან ერთად და აკეთებს ამბულატორულ გასინჯვას. ეს ერთ-ერთი საკმაოდ იშვიათი მდგომარეობაა, როცა უშუალოდ ექიმი მიდის პაციენტთან, არა მარტო ექიმი, არამედ გუნდი მიდის ექიმებს, რომლებსაც შეუძლიათ კომპლექსური და ფაქტობრივად სრულფასოვანი გამოკვლევა და დიაგნოსტირება გაუკეთონ პაციენტებს და ამით მისცეს დანიშნულებას და ყველაფერს. თქო, პირველ ეტაპზე გარკვეულ კითხვებს სხვადასხვა ხალხიდან სკილიკის ისეც იყო, მაგრამ ნახეს, რომ აბსოლუტურად ნორმალურად, კარგად მიდის, კარგად მუშაობს. არის პაციენტისკენ ორიენტირებული და ხალხისკენ ორიენტირებული საქმე, რომელიც ძალიან კარგი არის და ძალიან კარგ საქმეს აკეთებს მაგალითად. ეს არის საკმაოდ ესეთი დიდი საქმე. ძალიან კეთილშობილური საქმე. მას მერე დავდივართ რეგიონებში, მოვიარეთ მრავალი რაიონი,
არ აქვს მნიშვნელობა, მთა იქნება, ბარი იქნება, ამინდის მიუხედავად შეძლების დაგვარად ვატარებთ კონსულტაციებს. ამ საქმეში არის ჩართული ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგა, თითქმის ყველა დარგის სპეციალისტი. ანუ მაგარ რასაც აკეთებს, მოითხოვს საკმაოდ დიდ ენერგიას და დიდ შრომას. ეს არის უპრეცედენტო რამ, რაც კი ოდესმე მიმინახავს. სხვათა შორის ძალიან კარგი საყურებელია მაკას და პაციენტების ურთიერთობა, განსაკუთრებით პაციენტები, რომლებიც სოფლიდან აქციის შემდეგ ჩამოვიდნენ თბილისში განმეორებით კონსულტაციაზე. ასე რომ მაკა როგორც პაციენტებისთვის, ასევე ჩვენთვის არის ძალიან დიდი იმედი. როცა მაკა არის ჩვენს გვერდით, ჩვენ ყველანი ვართ მშვიდად.